მოგესალმებით. ტრადიციულ ბრიფინგს ვატარებთ. პირველ რიგში ჟურნალისტებს მინდა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ჩვენი ვებგვერდი არ მუშაობს. გაგვიგრძელდა და გაგვიჭიანურდა სამწუხაროდ. მასალა არის ზღვა და ამ მასალის აკრეფა ცოტათი გაჭიანურდა. დღეს ყველა აუცილებლად ჩაერთო. აპირებული ვიყავით 27-ში და მოხდიყო ეს არის სიტყვა გამოჩნდა. მაგრამ სამაგეროდ მე მგონი კარგი იქნება საუბრო ჯამში. აქვე მინდა მოგახსენოთ აი 23 აპრილიდან დაწყებული აი ამ დაპირისპირების ერთგვარი გამოძახილი მინდა გავაკეთოთ თქვენ ყველანი კარგად ხართ საქმის კურსში ჟურნალისტები. მაგრამ ჩემეული ინტერპრეტაცია მინდა მოგაქვათ. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში მიმდინარეობს კამპანია, რომელიც მიმართულია უზენაესი საბჭოსა და დეპუტატების დისკრედიტაციისათვის. უშუალო ბრალდებები, რაც წარმოდგენილი იყო ადრეც, ეს იყო ნეპოტიზმი, მიკერძოებულობა, მოქმედობა და სხვა. ჩვენ მოგეხსენებათ, დავუპირისპირეთ შრომა. შედეგად მივიღეთ, რომ უშუალობიდან, ანუ კაცები ხელს აწერდა და გამოთქვამდა თავის პრეტენზიას სამართლის სფეროში, გადავიდნენ შეფარულ დაპირისპირებაზე, ყალბი პროფილების შექმნით და ამ ყალბ პროფილებს ამოყარებულები. ჩვენ ეს შევაფასეთ როგორც სამართალ დარღვევა, ჩვენ ეს შევაფასეთ ადამიანის უფლებების დარღვევად. პირად ცხოვრებაში შეჭრა და სხვადასხვა კვალიფიკაცია მიეცა და ჩვენ მოვიქეცით ისე დეპუტატები, როგორც გვეკადრებოდა, რომ ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ სამართალდამცავი ორგანოები და ვფიქრობ, რომ სამართალდამცავი ორგანოები თავის სიტყვას იტყვიან, კვალიფიციური გამოძიება ჩატარდება. ამას დაერთო თან, უпроსტად ამას წინ უძღოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამჟღავნდა ის სამწუხარო და სამართლიანი ფაქტი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაში მოხდა შეჭრა და დაზიანებული იქნა, შინაურად რო ვთქვათ, გატეხილი იქნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჩემალ ფუტკარაძის სამუშაო ოთახი. და ის ხო ამ საკითხზე გამოძიება ვაჭინავთ? ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ მაშინვე დილით, ორშაბათს დილით აღმოვაჩინეთ. ჩვენ აქ ვიყავით შაბათსაც, შაბათს მე მუშაობდი, მაგალითად იმ შაბათს მაშინ. ხო და შაბათს მუშაობდი, კვირას არ მეგონი არ ყოფილა რა მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ორშაბათს აღმოჩნდა ეს და რა თქმა უნდა იმ წუთში როგორც კი ეს აღმოჩნდა, ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა დაცვის სამსახურს დავუძახეთ, რომელსაც მოვიდა და შიდან მოყოლება ჩაატარა თქვა 1 საათი, 2 საათი, ეს მათი საქმეა და როდესაც ისინი როგორც ჩანს ვერ გაწუდნენ, მაშინ მე გამოიძახეს უკვე შესაბამისი ორგანოები, მოვიდნენ შესაბამისი ორგანოები და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. მეც ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ გამოძიება ჩვენთვის შუალედური არაფერი მოუხსენებია, თუმცა ვიცი რომ დაიკითხა დაცვის ყველა თანამშრომელი, ანუ არა მარტო ის რომელიც ინტერესია, მოვიდა არამედ ყველა თანამშრომელი დაიკითხა შესაბამისად, რა თქმა უნდა. ბატონი ჯემალი ფუტკარაძე, მისი თანამშრომლები და ასე შემდეგ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ამ საკითხთან. ბატონო, აქ ჩავიგებთ ახლა ამ საკითხებზე. ქალბატონმა მე თქვა, რომ ეჭვები გაუჩნდა, რომ რამოდენიმე წევრი მთავრობიდან შეიძლება ამ მოწერეს და ამის უკან იდგნენ. ამასთანავე შეგაწყვეტიებ, მთავრობიდან წევრი არ ვთქვია. მთავრობა, აჭარის მთავრობა გახლავთ, არა, ბოდიში დავაზუსტო. აჭარის მთავრობა გახლავთ, მთავრობის თავმჯდომარე და 4 მინისტრი. როდესაც აპარაკობს აჭარის მთავრობა, ყოველთვის ეს იგულისხმება. იცოდეთ რა. მთავრობის აპარატის უფროსის მონაწილეობაზე საუბრობდა, ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ბატონი არჩილი ამ ეჭვების გამოთქმის შემდეგ არ გამოხმაურებია. და ასევე ერთი რაღაც ფაქტი დაადასტურა ქალბატონმა მედიამ პირადად ჩემთან საუბარში. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა
დადებთ კონკრეტულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა რაიმე ფორმით ირაკლი ჭეიშვილი, აპარატის უფროსი და ასევე მთავრობის რომელიმე წევრი, ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებ, იქნება მას ჩარეული უმაღლესი საბჭო იმოქმედებს კანონის ამებით, ანუ შეიძლება მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი დადეს. თუ იმ შემთხვევაში პროკურატურა რაიმე ფაქტს დადებს, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ჩემი კომენტარი იქნება სრულიად ლოგიკური, როგორც წესი ჟურნალისტები აკეთებთ ინტერპრეტაციებს, არც რამდენიმე სიტყვა რაც თქვენ ბრძანებთ, მაგალითად ახსენეთ სიტყვა იმპიჩმენტი მე ეს ახსენებია. მე ჩავიმეცადე და მე არ მინახი ახლა თქვენ რა გითხრათ არ ვიცით და მე რაც მოვისმინე თქვენს ეთერში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად, რა თქმა უნდა. და არც ის თქვია, თქვენ ძალიან ისე კონკრეტულად ისაუბრეთ ახლა, აქ იყო მედიას მხრივ მოთქმული ერთგვარი ეჭვი, ასეთი ეჭვი შეიძლება მე მქონდეს მაგალითად სიტუაციაზე კარგად ახები დავხდება. შეიძლება თქვა, რომ დამნაგებებმა იმ წუთში მართალი იქათ ასე ვიგულისხმებ მე. ეს დამნაგებებს კითხეთ, ეგევა დარჩა გასაგები სახში და შერცვა მოერი დავეთქი და მიაწვა და რაღაცა და ეს ამე პირველი ეჭვები უამრავი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გამოძიებას მივენდობდით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს სამთავრობო დაცვის მიერ დაცულ ობიექტზე, ასე რომ ეს არის გამოთქმული ერთგვარი ადამიანური ეჭვი და ერთმანეთ აიფაროს, რომ რაიმე ასეთთან მქონდეს საქმე. მე პირადად ასეთ ეჭვებს ვერ გამოვთქვამდი მე პირადად. მნიშვნელოვანი რაც მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო USAID-ის ცენტრში პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუბაძის პრეს-კონფერენცია. მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ ჩვენთვის ყველასათვის ცნობილ თემას ეხებოდა ერთი, მეორე ჩვენგან ბიუროს 4 წევრი ესწრებოდით ამ ღონისძიებას და ვებულობდით ამაში მონაწილეობას. საზოგადოება ესწრებოდა მათ შორის არა მარტო მოქმედი ჟურნალისტები, არამედ ზოგადად ჟურნალისტები მხედველობაში ყავს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრელები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე გაესვა პასუხი და დეტალურად იქნა განმარტებული ის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის ავტორებიც არიან ელისო ჩაპიძე და მურმან დუბაძე. და ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი განმარტების დონეზე მიცემულია, ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ და იქვე ითქვა, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია და სასურველია ამ კანონპროექტის კიდევ უფრო გაკეთილშობილება და კიდევ უფრო მეტი ჩვენთვის სასარგებლო აჭარის რეგიონში მცხოვრებელთათვის სასარგებლო ნიუანსების ლობირება ხოვა ყველას ჩემი დაწყებული ნებისმიერი ადამიანი დამთავრებული რომ ამბობენ რომ მივეხმაროთ ამ საკითხის გადაწყვეტაში საქართველოს პარლამენტში ყოველ მაგალითად სამშაბათს ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე ჩამოგზავნით და იქაც თქვითო თქვენი საქმეა და ასე შემდეგ და დაახლოებით ამ კვირის ბოლოსათვის როგორც ჩანს ეს ყველაფერი მოიწეს თავს და შეჯამდება მნიშვნელოვანი საკითხია დასასრულს მინდა გითხრათ რომ ეს 2 საათზე ვაპირებ ხეების დარღვას აქ ჩვენთან ეს შაბათს ვერ მოვახერხებთ რომ რელიგიურად ძალიან დატვირთული დღე იყო შაბათი დილას წირვა იყო მეშვიდეზე ლოცვა იყო და გადმოვიტანეთ დღეისათვის აი პირველიდან ორამდე ჩვენ ხან 2-დან 3 უკვე შესვენების საათები გვაქვს ასე ვთქვათ და კი არ ვისვენებთ მართლა და კი არ წამოვწვევით ხოლმე მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოვიყენოთ თქვით და ჩვენ მინდა დავუგოთ თითეულმა ჩვენთაგანმა 30 წალი ენერგი ვიყიდეთ ჩვენ ფული მოვაგროვეთ ვიყიდეთ ენერგები და დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ვინც ვიყიდეთ მინდა დავუგოთ აქ ჩვენ ამ ტერიტორიაზე ჯერ აქ ვართ ძალიან არ გვინდა აქ ყოფნა მინდა აქედან წასვლა მაგრამ რომ წავალთ მინდა წავკოტი დავტოვოთ ამისათვის ჩვენ მებაღეც კი ყავს და ვალამაზებთ აკაურობას რომ მე აქ იქნება რაღაც საზოგადოებრივი დანიშნულების რაღაც ობიექტი ალბათ და რომ ის ყველაფერი კარგად იყოს და ბოლოს სანამ თქვენს კითხვებს მოვისმენდე მინდა გითხრათ მოგეხსენებათ მიმდინარეობს სასამართლო დავა რომელსაც ქვია ნინო ხოზრევაიძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ და ამ სასამართლო დავის
პროცესში მოსამართლის მიერ შემოთავაზებული ერთგვარი მორიგები, ერთგვარი კონსენსუსი, ერთგვარი მოლაპარაკება, ერთგვარი მშვიდობა და ასე შემდეგ. ამის საფუძველზე უფლებამოსილი ვარ გამოვაცხადე. ნინო ხოზრევანიძეს ტყუილი არ დაუწერია. მან გამოაქვეყნა სხვის მიერ შესრულებული მიმართვა. სხვის მიერ შესრულებული მიმართვა გამოაქვეყნა ნინო ხოზრევანიძე. ეხლა დეტალი მე მაქვს ხელთ. მინდა რომ ეს დეტალები არ ვილაპარაკოთ ამის შესახებ, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს, მათ შორის იმ პრეს-კონფერენციაზე ამას თავი დავალებოთ. ეს არის თვითონ გამოქვეყნებული ტექსტი, ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და განმარტება. ორივეს გაძლევთ თქვენ ჟურნალისტებს. ეს არის თვითონ ტექსტი, ეს არის ჩემი ნაწილი. ეხლა დამთავრდება ბრიფინგი და ამას ორივეს მოგცემ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ქალი არ არის მათყუარა. სხვისი ნაწილი, სხვისი ნამუშევარი გამოაქვეყნა. მაგრამ მე დავამთავრე. ჟურნალისტების თემას რო დავუბრუნდეთ, მსგავს მორიგებაზე წასვლას ჟურნალისტ ასოციაციის მოგვიანებით მასაც აქვს არასამჩემში. ეს არ არის მორიგება. არ ვიცი ახლა მორიგება ასე ქვია, დაერქვა. ზოგადად არა ვარ მე პირადად იცი თქვენ ამაში და არა ვარ აგრესიული კაცი და დიდად მოჭხუბარობით არ გამოვირჩევი. განწყობა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით თქვენს მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, ყოველთვის ვაფიქსირებდი ამას ეგრე ერთი წლის წინაც. არაფერი ჩემსა და თქვენს დამოკიდებულებაში თქვენთან არ შეცვლილა, აბსოლუტურად არაფერი. აი როგორც ჩვენ გვხვდებოდით ერთმანეთს და როგორი ურთიერთობებიც ჰქონდა ჩვენ სექტემბერში, რაიმეთი განსხვავებულია. უბრალოდ ახლა დრო მაქვს ნაკლები და შეიძლება ვერ დაუთმო ჟურნალისტმა მოვიდეს და აი უნდა ჩაგწერო ახლა და ეხლა არ მცალია, იმიტომ რომ სხვა უნდა სიტყვაზე ვარ. მე გულისხმობ ბატონო სასამართლოს წარმომადგენლებთან უქონდათ საუბარი მსგავსი. არა. აი ეს პროცესი 1 მაისს არის ჩამოშრომილი. ბატონო, კანონ შემოქმედებით მუშაობაზე მივიდეთ ესაჩოს გავახო ყურადღება და ესე კითხვა დაგისვათ. ერთ-ერთ სხდომაზე თქვენ დღის წესრიგიდან ამოიღეთ საკითხი მაუწყებლობის შესახებ გამოპროექტის ინიციატივის გამოთხოვის შესახებ. ეხლა ბატონო მურმანმა თქვენს მიერ ნახსენებ შეხვედრაზე თქვა, რომ ისევ მოგიწევთ აი ამ ინიციატივის გამოთხოვა, როდის აპირებთ აუცილებლად მოგვიწევს. და შენიშვნების თაობაზე თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას აი იმ განხილვაზე, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე არის. აუცილებლად მოგვიწევს მაგ კანონ პროექტის გამოთხოვა, როგორც კი პირველი მოსმენით გავა ეს კანონი. და თქვენი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ? დადებითი და ეს გამოვამჟღავნე იქაც იმ შეხვედრაზეც და ზოგადად მაშინ ვთქვი და იმ სესიაზეც ვთქვი, რომ რაც მე წავიკითხე, მე უკვე წაკითხული მქონდა ეს ყველაფერი და ვიცოდი, ნიუანსებიც ვიცოდი, რაღაცები, რაც მე წავიკითხე და რაც მე ვიცი, დადებითი განწყობა ამის მიმართ ვადასტურებ დადებითი წინ გადადგმული, უშველებელი, ძალიან დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული. პეტერე ნაბიჯები კიდე ჭირდება რაღაცეები, დასახვეწიება. დაიხვეწება ეს ყველაფერი და იქნება კარგი კანონი, რომელიც იქნება ცოცხალი კანონი, რომელსაც მოყვება ცოცხალი შედეგი, ანუ აჭარის ტელევიზიის განთავისუფლება, პირველი და მთავარი ძირითადი ეს არის გავანთავისუფლო ტელევიზია. განვითარება მერეც შესაძლებელია კიდე, ასე ვთქვათ, გზადაგდა. და ხვალ ვერცად ვერ გავეკანები ბიურომებს. მაგრამ მე ვფიქრობ, როცა სასესიო იქნება, თუ ცოცხალი დარჩი, ვაპირებ მონაწილეობის მიღებას იმ სესიაზე. განსაკუთრებით მეორე მოსმენას, მეორე მესამეს. პირველი მოსმენაც მაინც, ასე ვთქვათ, უბრალოდ მიღება და დაწყება. პირველი მოსმენა არის ძრავის დაკოქვა.
მაგრამ შეცვლის მხრივ ყოველ იქნება ცვლილებები ვეღარ შევა მე. ცვლილებები არა, ცვლილებები ზოგადად ვერ შევა, დაზუსტება თითოეულ რაც მე მაინტერესებს. განსაკუთრებით ის მაინტერესებს და მეცდები იმაში მაინც მივიღო, გააჩნია ხო როდის იქნება თუ ახლა რაღაცას დაემთხვა და ვერ შევძელი გული დამწყდება. ისე სულით გულით მინდა. მედიაში ადგილობრივი მედია და არა მარტო მედია საზოგადოება სამყარო საჭიროში ორხელისუფლებიანობასთან დაკავშირებით პირველი არის ნურმან დუმბაძის შტო როგორც ესე განიხილება ჩვენს მედიაში და საზოგადოება და მეორე მხრივ არის არჩილ ხაბაძე და მისი გუნდი. თქვენ როგორ ფიქრობთ არის არსებობს თუ არა მართლა ორხელისუფლებიანობა და არსებობს თუ არა ეს განშტოებები დღეს ჩვენს რეგიონში? ახლა ისე დავიწყო რომ მე ვინმე მაგ გადამისვაფებს. საქართველოშიც, აჭარაშიც არსებობს 4 ხელისუფლება. ერთი არის საკანონმდებლო, მეორე არის აღმასრულებელი, მესამე არის სასამართლო ხელისუფლება, მეოთხე ხმეხა. ამას ვადასტურებ. ნამდვილად არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება, აჭარის სიძველეში არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებაც და მასმედიაც და საზოგადოება და ასე შემდეგ. დაპირისპირება მე არ ვიცი ვინ ფიქრობს ამაზე, უბრალოდ ვინ წარმოაჩენს ამაზე პასუხს გაქცა არჩილ ხაბაძე და მე ჩემი ყველა გამონათქვამით ვადასტურებ რომ დაპირისპირება ორ ხელისუფლებას შორის არ არის და არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. დამადასტურებელი ერთი გუნდისა, თუნდაც ის იყო, რომ არჩილ ხაბაძე ესწრებოდა იმ კონფერენციას, რომლის დელეგატი ვიყავი მე და ჩვენ ვიჯექით გვერდი იმ კონფერენციაზე თბილისში. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კონფერენციაზე. ესე დამადასტურებელი იმისა, რომ თქვა ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ანდა რა დადასტურება ამას უნდა. ერთი გუნდი რო არ ყოფილიყავით, ვერ იქნებოდა ეს მთავრობა ზოგადად, ხო? სხვა გუნდის მთავრობა ყოველ სხვა დავნიშნავთ. მთავრობა ჩვენი დანიშნული, რა თქმა უნდა, კონსულტაციისა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისა და რა თქმა უნდა, აზრთა შეჯერების საფუძველზე მთავრობა საქმიანობს, ცოტათი უჭირს მთავრობას, ჩვენც გვიჭირს, ყველას უჭირს. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლებაა და მას მეტი მოითხოვება და სწორედ მის მიმართ არის მძაფრი მოთხოვნები წაყენებული და ამ მძაფრ მოთხოვნებთან პასუხის დროს მთავრობას ოდნავ უჭირს, ფიქრობ, რომ ყველაზე ყველაფერი გამოსწორდება. ბატონო, კერძო იპოთეკარების პრობლემები, გუშინ მოხდა კერძო იპოთეკარების პრობლემები. გუშინ მოხდა პრიმერული გამოსახლება. თქვენ ადათქვით, რომ მოხდებოდა ამ ფაქტორის რაბათარი მაინც დახმარების გადაჭრა შეისწავლეთ პატრონებს, ხალხთან მედიას ყავს ჩაწერილი ამ საკითხზე. ამ კუთხით რაიმე მუშაობა ხوار გაგრძელებულა და ხوار იგმება რაიმე საუბარი. ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და მუშაობა გრძელდება. ხელმძღვანელობაში ყავს აჭარის მთავრობა. შექმნილია სპეციალური კომისია. ეს მუშაობა დაიწყო თბილისიდან, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობის დავალებით. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა განსაკუთრებით ბანკებთან მიმართებაში. რაც შეეხება კერძო პირებთან, პირდაპირ ვამბობ გაჭირვათ ეს ლომბარდის და ის გამსესწრებელი არის ერთი კაცი. და კაცისა და კაცის ურთიერთობებში ძნელია ძალიან რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ამაში ვართ ჩართული. განსაკუთრებით ხალბატონი მედია ერთგვარი მომრიგებლის როლში არის, მით უმეტეს რომ უყვარს ეს ადვოკატირება და დაჩაგრულის დაცვა. იქნება შედეგები, ვფიქრობ, განსაკუთრებით შედეგები გამოჩნდება მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს ხალხთა შედეგები. ვიცი ივანიშვილის ჩამოსვლა თუ იგეგმება უახლოეს მომავალში აჭარაში? დიახ, იგეგმება. როდის? არის ბატონი თვითონ გადაწყვეტავს. არაფერს გეკითხა ამ შესახებ. მისი გადასაწყვეტია. მე დღეს მითხრას, რომ თითქოს სადღაც უთქვია კიდეც გუშინ ჩარგალში. არ ვიცი რამდენად სწორია, მე თვითონ იმ გამოსვლისათვის არ მიყურებია ბატონი თითქოს ჩარგალში უთქვა, რომ ბათუმში არ ვიცი.
მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რომ რა თქვა, მაგრამ რომ იგეგმება, ესე ყურმო